ფიზიკურია ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ეს ვიცით, ეს სპორტი აქტიურად ავითარებს კუნთებს, აჯანსაღებს გულსისხლძარღვთა სისტემას და ამაღლებს ენერგიულობას. თავისთავად ცხადია, გარდა ფიზიკური დატვირთვისა, წყალში მოძრაობა უზრუნველყოფს გონებრივ დასვენებას, სტრესის შემცირებას და ემოციური ბალანსის აღდგენას, წყალთან ურთიერთობა ასაკისა და ფიზიკური მომზადების მიუხედავად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი კორესპონდენტი ნინუცა როსტიაშვილი დინამოს ცურვისა და წყალბურთის აკადემიას ესტუმრა და ახლა ვნახავთ ამ ყოველივეს სიუჟეტში. ცურვა ის სპორტია, რომლის დროსაც ერთდროულად ხდება ფიზიკური დატვირთვა, გონებრივი დასვენება და ემოციური ბალანსის აღდგენა. ეს აქტივობა ასაკისა და ფიზიკური მომზადების მიუხედავად ყველასთვის ხელმისაწვდომია. წყალთან ურთიერთობა არა მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას. დინამოს ცურვისა და წყალბურთის აკადემია კი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს ცურვასა და წყალბურთს, როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალურ დონეზე. ჩვენი აკადემია დაფუძნების დღიდან ორი მიმართულებით მუშაობს. როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე წყალბურთის, როგორც მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით. რაც მოიცავს ბავშვებს, რომლებსაც უნდათ პროფესიონალურ სპორტსმენებად ჩამოყალიბება. ჩვენი აკადემია ამარაგებს როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ ჩვენი ადგილები. მასობრივ სპორტს რაც შეეხება, ჩვენს აკადემიაში ჩამოყალიბდა სამოყვარულო ჯგუფები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ წყალბურთით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ცურვა მთელს სხეულზე დადებითად მოქმედებს, აძლიერებს კუნთებს, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხოლო რეგულარული ვარჯიში ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ძილს და ზრდის ენერგიულობას. დინამოს ცურვისა და წყალბურთის აკადემიაში ბავშვებს კვალიფიციური სერტიფიცირებული მწვრთნელები ამზადებენ. მათი რეკომენდაციით სასურველია ბავშვმა ამ სპორტზე სიარული 3 წლის ასაკიდან დაიწყოს. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ყალიბდება წყლის შიშთან გამკლავების უნარი და სწორი ტექნიკა. ცურვა არის განსაკუთრებული სპორტი. ის სხეულის ყველა კუნთს აერთიანებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემას ამოძრავებს. ცურვა გარდა იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა, ის ბევრ სხვა რაღაც აქტივობებშიც გვეხმარება. იქნება ეს ცხოვრების სხვა ეტაპების სწავლა, განათლება, ნებისმიერი საკითხი, რადგან უშუალოდ წყალში ყოფნისას ამ პროცესის დროს ცურვა გვეხმარება, რომ დისციპლინა შევიმუშაოთ, სუნთქის კონტროლი ვისწავლოთ და სხვა კიდევ ბევრი მექანიზმია, რაც მეტად თავდაჯერებულობას გვანიჭებს ჩვენ ყველას და ასევე პირველ რიგში ბავშვებს. მე და ჩემი ტყუპი ყველა ძალიან დავდივარ და ძალიან მოუწევს, იმიტომ ყველას შეცდომას მისწორებენ და მეხმარებიან გავიგო სწორად. მე ცურვა თავიდან არ მომწონდა, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ საჭიროა და ბევრ რამეს გასწავლიან, ამიტომ უკვე მოუწევს და მინდა დიდი ხანი მიარო ცურვაზე, რომ უფრო კარგად ვისწავლო და დავხვეწო ჩემი ცურვა. ძალიან მომწონს ცურვა. თეამასწავლებელიც მიყვარს და აქაურობა ძალიან მიყვარს. ზღვაშიც კარგად ვარ და მინდა განავითარო ჩემი ცურვა კიდე. აქ კიდე ჩემი მეგობრები დადგენ. კიდე და ბევრი გამოსდება, რაც მე მომწონს. ცურვა გარდა სპორტისა ასევე ერთგვარი ცხოვრების სტილია. ის გვასწავლის დისციპლინას, გამძლეობას და თვითკონტროლს. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ცურვა შეიძლება გახდეს გზა უფრო ჯანსაღი, აქტიური და პოზიტიური ყოველდღიურობისკენ. თაკო გაცურე. გავცურო, იმიტირებული ცურვა მაინც. უწყლო დარბაზში. შევეცადოვით ესე ტალღები. დაახლოებით ასე ვარჯიშობ. ბეჯახები. სამწუხაროდ იქაც ბავშვები. ой, მე რა კარგია. როგორც ვიცი, ეს აუზი უკვე ფუნქციონირებს და უკვე მუშაობს და ყველაფერი წყლის გარეშეც კი ვიგრძენი, როგორ გაუმჯობეს და ჩემი სისხლის მიმოქცევა.